კოსმოსზე უფრო მეტი ვიცით ვიდრე იმაზე, თუ რა ხდება ოკეანეების სიღრმეში. იცოდით, რომ ოკეანეების 80%-ზე მეტი დღესაც გამოუკლეველია. რა მოხდება, თუ ოკეანის ფსკერზე ჩავახწევთ? და რა იმალება იქ, სადაც სინათლე საერთოდ არ არსებობს. მოდი ვისაუბროთ ყველა ამ სიგიჟეზე. მოგესალმებით, მეგობრებო, მე მარლი ბატონი ვარ. ოკეანე დედამიწის 71% ფარავს, მაგრამ რა სიღრმეა ეს სინამდვილეში? დღეს კოსმოსიდან დავეშვათ დედამიწაზე და ჩავყვინთოთ ფსკერამდე უკუნით სიბნელისკენ. ჩვენი მოგზაურობა იწყება დაახლოებით 150 წლის წინ, როდესაც ბრიტანული ხომალდი HMS Challenger უახლოვდებოდა თავისი 4 წლიანი მისიის დასასრულს. ეს იყო ოკეანის ფსკერის პირველი მასშტაბური რუკის შექმნის მცდელობა. მათ უკვე ასობით გაზომა ჰქონდათ ჩატარებული. ისინი ზღვის ფსკერამდე უშვებდნენ ტყვის სიმძიმეს და როცა ის ფსკერს შეეხებოდა, ზომავდნენ მანძილს. ერთ დღეს ცარიელ ოკეანეში ტყვის სიმძიმე ფსკერს არ შეეხო. არც 3 კილომეტრზე, არც 4-ზე, არც 5-ზე, ის სულ უფრო და უფრო ღრმად ჩადიოდა. საბოლოოდ ტყვის სიმძიმე ფსკერს შეეხო 8 კილომეტრზე, რაც მათ აღმოაჩინეს დღეს ცნობილია როგორც მარიანას ღრმული. ოდნავ დასავლეთით რომ ყოფილიყვნენ, იპოვნიდნენ დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილს, Challenger Deeps, დაახლოებით 11 კილომეტრის სიღრმეში. თუ მთა ევერესტს ჩავდებთ იქ, ის მთლიანად ჩაიძირება და 2 კილომეტრი კიდევ წყალი დარჩება. იცოდით, ადამიანი იქ ნამყოფია. არაერთხელ მაქსიმუმ 10928 მეტრზე. ბოლომდე ჩასვლას 5 საათი მოანდობა, თუმცა იქ მხოლოდ 20 წუთი დაჰყო. იმიტომ რომ უზარმაზარმა წნევამ ფანჯარაზე ბზარი გააჩინა. ამაზე ვიდეოს ბოლოსკენ გეტყვით. ოკეანეების 80% ჯერ კიდევ გამოკვლეული არ არის. წყლის ზედაპირიდან 1 კილომეტრის ქვემოთ მზის სხივის საერთოდ აღარ აღწევს. წარმოიდგინეთ, თვალით დახუჭეთ, ხართ 1 კილომეტრის სიღრმეში და თქვენს ირგვლივ უკუნითი სიბნელეა. ძალიან შემზარავია. იქ სიღრმეში წნევა ზედაპირთან შედარებით 1000 ჯერ მაღალია. რაც უხეშად რომ გითხრათ, შესაძლებლობას აძლევს სპილოს 10 თეთრიან მონეტაზე დაიბალანსოს თავი. იქ ქვემოთ სიღრმეში უამრავი სახეობა ბინადრობს, რაც ადამიანის უმრავლესობამ საერთოდ არ იცის. და ეს ყველაფერი წყლის მხოლოდ 20%-ია. მოდი დაწვრილებით ვისაუბროთ ყველაფერზე, ნელ-ნელა ჩავიდეთ სიღრმეში, ვნახოთ რა ხდება იქ, თან ლაიქს და subscribe-ს მიარტყი ხელი. როგორც კი ოკეანეში ჩაყვინთა იწყება daylight zone. აქ მზის სინათლე თავისუფლად აღწევს. რის გამოც წყალი სიცოცხლით სავსეა. ბევრი სინათლე ბევრ სიმწვანეს ნიშნავს. ამ ზონაში ხდება დედამიწაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, ფოტოსინთეზი. პატარა მიკროორგანიზმები, ფოტოპლანქტონები, მზის ენერგიას იყენებენ და ჟანგბადს გამოიმუშავებენ. ფაქტიურად ისინი იმ ჰაერის დიდ ნაწილს ქმნიან, რომელსაც ჩვენ ვისუნთქავთ. ამიტომ შეიძლება ითქვას, ოკეანის ზედაპირი არა მხოლოდ წყლის სამყაროა, არამედ პლანეტის ერთ-ერთი მთავარი სასუნთქი ორგანო. უკვე სადღაც 40 მეტრზე შევხვდებით წყალმცენარეების ტყეს, Kelp Forests. ეს ტყეები უამრავი წყლის ბინადრისთვის არა მხოლოდ საკვები და თავშესაფარია, არამედ ისინი ქმნიან დედამიწის ჟანგბადის 70%-ს. სულ რაღაც მეტრების ქვემოთ ხვდებით ულამაზეს გარემოს, სადაც მარჯნები ყვავის. იცოდით, რომ მიუხედავად მათი გარეგნობისა, ისინი ცხოველები არიან. მსოფლიოში 9 ტრილიონამდე მარჯანი არსებობს, რომლებიც ქმნიან ფერად რიფებს. და სახლი ხდება იქ ცხოვრები უამრავი თევზისთვის, მაგალითად კლოუნი თევზებისთვის, clownfish, რომლებსაც ჩვენ ნემოთი ვიცნობთ, ან butterfly თევზისთვის. მაგრამ ეს სიმაღლე უსაფრთხო სულაც არ არის. წყლის ზედაპირთან სიახლოვე მას სახიფათოდ ხდის, რადგან აქამდე აღწევენ მონადირეებიც, ფრინველები, ზღვის ლომები, პოლარული დათვები, ამიტომ ბევრი თევზი აქ მხოლოდ საჭმლისთვის ამოდის. შემდეგ კი ისევ სიღრმეში ბრუნდება. აი 90 მეტრის სიღრმეში კი მდებარეობს ბრიტანიკის ნანგრევები. ეს იყო ტიტანიკის და გემი, ეგრე ეძახიან sister ship, რომელიც 1916 წელს ჩაიძირა საბერძნეთის კუნძულ კეას სანაპიროდან დაახლოებით 6 კილომეტრის დაშორებით. ეს იყო მხოლოდ 3 წლის შემდეგ ტიტანიკის ტრაგედიიდან. ის იყო ომის დროს როგორც საავადმყოფო გემი ეგეოსის ზღვაში, იგი ზღვაში ჩაყრილ ნავს დაეჯახა და 1 საათში საერთოდ ჩაიძირა. ტიტანიკსა და ბრიტანიკს შორის ეს უფრო ბევრად კარგად არის შემონახული. 53000 ტონიანი გემი უკვე 100 წელია წყალშია და მაინც საკმაოდ კარგად გამოიყურება. დაახლოებით 140 მეტრზე ხვდებით მწვანე ზღვის კუს და ზღვის ლომის საშუალო ჩაყვინთვის სიღრმეს. ეს ნიშნავს, რომ მათი საშუალო ჩაყვინთვა იმ ხელაა, რამხელაც ეგვიპტის გიზის პირამიდა. თუმცა მათ 300 მეტრამდე შეუძლიათ ჩასვლა. და თუ ასე მოიქცევიან, იქ გადააწყდებიან უცნაურ თასმა თევზს, oarfish. ეს ლეგენდარული ვერცხლისფერი თევზი გრძელი, ბრტყელი და თითქმის გველის მაგვარი სხეულით გამოირჩევა. როგორც ხედავთ, ისინი შთამბეჭდავ ზომებს აღწევენ. ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე გრძელი 11 მეტრი იყო. მიუხედავად ასეთი ზომისა, როგორც ბევრი დიდი ზღვის არსება, ისინი ძირითადად კრილით და პლანქტონებით იკვებებიან და ცხოვრობენ ისეთ სიღრმეებში, რომელიც თითქმის უდრის Space Needle-ის სიმაღლეს. ახლა უკვე ბევრად უფრო დიდ სიღრმეებში ჩავდივართ. შევდივართ მეზოპელაგიურ ზონაში, რომელსაც Twilight ზონა ეწოდება. ეს ოკეანის ზონა 200-დან 1000 მეტრამდე გრძელდება და ესეთი სახელი იმიტომ აქვს, რომ სინათლე ნელ-ნელა ქრება. მიუხედავად სიბნელისა, ეს ზონა ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლით სავსე ადგილია.
ვის სიცოცხლის დაახლოებით 90% ამ ზონაში ცხოვრობს. და ერთ-ერთი პირველი არსება, რომელსაც აქ ხვდებით, არის Great White Shark. ეს აპექს პრედატორები 200 მეტრის სიღრმეში ჩვეულებრივად დაცურავენ, შეუძლიათ 40 კმ/სთ სიჩქარით ცურვა და სისხლის სუნს 5 კმ-ის დაშორებითაც გრძნობენ. თუ მოინდომებენ 1200 მეტრის სიღრმეზე ჩადიან. რომ ამბობ აპექს პრედატორი, ვინც არ იცით, ესენი არიან მტაცებლები, რომლებიც საკვები ჯაჭვის ყველაზე ზედა საფეხურზე არიან. ანუ ბუნებაში მათ პრაქტიკულად მტრები არ ყავთ, რომელიც მასზე ნადირობს. ამ ზვიგენის გარდა აპექს პრედატორები არიან ორკა, გიგანტური კალმარი, ხმელეთზე ლომი, პოლარული დათვი და კიდევ ბევრნი არიან, ეხა ჩამოთვლას არ დავიწყებ. ალბათ მიხვდით კონცეფტს. აი 253 მეტრზე ხვდებით იმ ადგილს, სადაც ადამიანმა ჩაყვინთა აპარატის გარეშე. ეს არის რეკორდი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ეს რეკორდი ეკუთვნის ჰერბერტ ნიცშს, რომელმაც ეს შეძლო ჟანგბადის ბალონების გარეშე. მან გამოიყენა მეტალის მოწყობილობა, რადგან სიმძიმე ჰქონდა წამში ჩაეშვა სიღრმეში. ამ სიღრმეზე მას უწევდა ბრძოლა დაახლოებით 25 ატმოსფერულ წნევასთან. ეს წნევა პირდაპირ ზემოქმედებს სხეულის ყველა ღრუს ნაწილზე, ფილტვებზე, ყურის აპკებზე, სინუსებზე. წარმოიდგინეთ, ყველას ქონია შემთხვევა ზღვაში რომ ჩავყვინთავთ და გუმკერდზე და ყურებზე რომ წნევა გვაწვება. 250 მეტრის სიღრმეში კი გა-25 მაგებულია. ეს ყველაფერი მოხდა ერთი ჩასოთქვით და დაიმსახურა კიდეც ამ კაცმა წითელ წიგნში შეყვანა. 350 მეტრი არის სიღრმე, სადაც ჩვეულებრივ დელფინს შეუძლია ყველაზე მაქსიმუმ ჩასვლა. მაგრამ ახლა თქვენ ნახავთ კიდევ უფრო ბევრ ზღვის არსებას, რომლებიც ბევრად უფრო ღრმად ჩადიან. მანამდე 300 მეტრი არის მანძილი, სადაც აჰმად გაბრმა მოხსნა რეკორდი ამჯერად ჟანგბადის ბალონებით ყინთოში. მას ეხმარებოდა და უმარაგებდა ჟანგბადის ბალონებს მხარდაჭერი გუნდი და ეს არის სიღრმე, რომელიც ტოლია ეიფელის კოშკის თაუერის. მიზეზი მარტივია, მას არ შეეძლო ეტარებინა ერთდროულად რამდენიმე ჟანგბადის ბალონი, რაც ჩასვლასა და ამოსვლაში ეყოფოდა. კიდევ ერთი ისტორიული მომენტი 396-400 მეტრი. ეს არის სიღრმე, სადაც პირველად ჩაეშვა ბათისფერო. სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ჯერ კიდევ 1930 წელს შეიქმნა, რადგან ადამიანს ზღვის სიღრმეში ჩასვლის საშუალება მისცემოდა. ის იყო დაახლოებით 2 ტონა, ღრუ ფოლადის ბურთი, რომლის დიამეტრი სულ რაღაც 1.5 მეტრი იყო. მას გემიდან სწევდნენ და უშვებდნენ წყლის სიღრმეში. ეს მოწყობილობა შექმნეს მეცნიერმა ვილიამ ბიბმა და ინჟინერმა ოტის ბარტონმა. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით სივრცე უკიდურესად ვიწრო იყო და მართვაც ძალიან რთული, ამ ორმა ადამიანმა მიაღწია სიღრმეს, სადაც მანამდე არც ერთი ადამიანი არ ყოფილა. 453 მეტრი. ჩვენ უკვე იმ სიღრმეზე ვართ, რაც Empire State Building-ის სიმაღლეს უტოლდება. ამ სიღრმეების მიღმა მცხოვრები არსებები ევოლუციურად ადაპტირებენ. მათ ხშირად ძალიან დიდი თვალები აქვთ. მაგალითად, ბიგაი ტუნა. ეს თვალები სპეციალადაა შექმნილი, რათა მაქსიმალურად დაიჭიროს ის მცირედი სინათლე, რაც ამ ბნელ წყლებში ჯერ კიდევ აღწევს. და უკვე 560 მეტრი. ჩვენ ხვდებით საკმაოდ მოულოდნელ სტუმარს, Emperor Penguins. შოკის მომგვრელია, რადგან ეს პინგვინები ამ სიღრმეზეც კი ჩადიან თევზის მოსაპოვებლად. წყალში ისინი ბევრად მოხერხებულები არიან ვიდრე ზედაპირზე. შეუძლიათ 14 კმ/სთ ცურვა, რაც მათ ხმელეთის სიჩქარეზე 5-ჯერ მეტია, რაც ნიშნავს, რომ ისეთ სიღრმეებში ბევრად უფრო სწრაფად ჩადიან, რომლებიც ნიუ-იორკის სათავჯენების სიმაღლეს აჭარბებს. ახლა კი თუ ვინმეს ობობების გეშინიათ, შეგიძლიათ ცოტათი გადაახვიოთ. რადგან დაახლოებით 600 მეტრზე ჩვენ ხვდებით Spider Crabs, ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და შემზარავი არსება. ეხლა ნახეთ, მისი სხეულის მთავარი ცენტრალური ნაწილი სულ რაღაც 30 სანტიმეტრია, მაგრამ მისი ფეხების საცესების გაშლა შეუძლია დაახლოებით 4 მეტრამდე. წარმოიდგინეთ პატარა მანქანის ომის არსება ობობის ფეხებით. ვაგრძელებთ ჩასვლას 700 მეტრის სიღრმეში და ობობებიდან გადავიდეთ ლოკოკინებზე. ხმელეთის ლოკოკინებისგან განსხვავებით, ზღვის ლოკოკინები ძალიან ლამაზები არიან. მაგალითად, ნუდიბრენჩ ლოკოკინები. მიჩნეულია, რომ ასეთი ლამაზი და კაშკაშა ფერები მათ დაცვის მექანიზმად განუვითარდათ. ამ სიღრმეში ყურადღების მიპყრობა საშიშია. მტაცებლები ფიქრობენ, თუ რაღაც არ ცდილობს დამალვას, ესე იგი ალბათ შხამიანი ან ძალიან სახიფათოა. 920 მეტრზე ჩვენ ჩავდივართ მონკფიშის ტერიტორიაზე. ეს უცნაური ბრტყელი მტაცებლები ზღვის ფსკერზე უძრავად წვანან და ელოდებიან მსხვერპლს. მათ მოცელში ნაპოვნია წარმოუდგენელი რამეები, იხვის მსგავსი ფრინველები და ზღვის წავებიც კი. მიუხედავად მათი საშიში გარეგნობისა, მათი ხორცი ევროპასა და აზიაში ძალიან გემრიელად იცვლება. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე იმ სიღრმეში ვართ, რაც ბურჯ ხალიფას სიმაღლეს აღემატება. სოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა. და მაინც ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ოკეანის ფსკერისგან. კომენტარებში დაწერე, შენ როგორ ფიქრობ, სად არის ოკეანის საშუალო სიღრმე? პასუხი ნამდვილად გაგაოცებს და ბარემ არხის გამოიწერეთ და ვიდეოს დალაიქეთ. ამ სათავჯენის ქვემოთ დაახლოებით 1000 მეტრზე ცურავს იდუმალი კოლოსალ სკვიდი. ეს გიგანტი იწონის 550 კილოგრამს და იზრდება 14 მეტრამდე. დღემდე შოკის მომგვრელია, მაგრამ ამ არსებებიდან ძალიან ცოტაა ცოცხლად აღმოჩენილი. კოლოსალური კალმარი იდეალურად ასახავს
ღრმა ოკეანის გიგანტიზმის ფენომენს. ეს არის რაღაც ტენდენცია, რადგან ზღვის უხერხემლოები რაც უფრო ღრმა ცხოვრობენ, მით უფრო გიგანტურ ზომებს აღწევენ. რატო ხდება ეს? ბოლომდე ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სიღრმეებში ძალიან დაბალი ტემპერატურის გამო, ხშირად -4-საც კი აჭარბებს, ორგანიზმის მეტაბოლიზმი მნიშვნელოვნად ნელდება. ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ და შესაბამისად უფრო დიდი ზომებსაც აღწევენ. მაგალითისთვის რომ გითხრათ ჰამბოლტის კალმარი, რომელიც კოლოსალურზე 300 მეტრით მაღლა ცხოვრობს, იზრდება დაახლოებით 1.5 მეტრი. მაგრამ ოკეანის ზედაპირთან მცხოვრები კალმარი ხშირად 30 სანტიმეტრზეც ნაკლებია. და ამასთან ერთად უკვე შევდივართ ყველაზე საშიშ და უცნაურ ზონაში, რომელსაც მიდნაით ზონა ეწოდება. ეს სიღრმე იწყება დაახლოებით 1000 მეტრიდან და აღწევს 4000 მეტრამდე. და აქ არანაირი მზის სხივი, არანაირი სინათლე არ აღწევს. ამ სიღრმეში ბევრი არსება ბიოლუმინესცენტურია. გაინტერესებთ რას ნიშნავს ეს სიტყვა? ანუ თავად ქმნის სინათლეს. მაგალითად, ბევრისთვის ცნობილი anglerfish-ი. დარწმუნებული ვარ, ბევრმა იცით ეს არსება. ამ არსებას თავზე აქვს მანათობელი სატყუარა, რომელიც იზიდავს მსხვერპლს და ესე ნადირობს. და ეს არსება კარგად გვაგზნობინებს, რამდენად უფრო უცნაური და საშიში ხდება ყველაფერი სიღრმეში. დაახლოებით 1160 მეტრის სიღრმეში, 115 ატმოსფერული წნევის ქვეშ, ჩვენ ხვდებით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ meme-fish-ს, blobfish-ს. ალბათ გინახავთ მისი ეს საწყალი ფოტო, რომელშიც ის ყველაზე უცნაურ და უსუსურ არსებად გამოიყურება დედამიწაზე. ეს ფოტო გადაღებულია უკვე მაშინ, როცა ის ზედაპირზე ამოიყვანეს. ღრმა წყლებში ცხოვრები ბევრი თევზის მსგავსად, მისი სხეული წნევას უძლებს სპეციალური ქიმიური ნაერთით ტრიმეთილამინ ოქსიდის დახმარებით. ეს ნივთიერება აძლიერებს წყლის მოლეკულებთან კავშირს და ეხმარება ორგანიზმს გაუძლოს უზარმაზარ წნევას, სადაც ადამიანი უბრალოდ გასკდებოდა. მისი სხეული შექმნილია იმისთვის, რომ იცხოვროს გარემოში, სადაც 100-ზე მეტი ატმოსფერული წნევაა. ეხლა ჩავიდეთ უფრო ღრმად არსებებთან, სადაც მათი სხეულები უბრალოდ გამჭვირვალეა. ეს ხდება მზის სინათლის ნაკლებობის გამო. ორგანიზმში მელანინის წარმოქმნა მცირდება. ეს არის ნივთიერება, რომლებიც როგორც თევზებს, ისე ძუძუმწოვრებს ეხმარება კარის ფენის პიგმენტაციის შექმნაში. გამჭვირვალეობა კი შესანიშნავი ადაპტაციაა მტაცებლებისგან დამავლისთვის, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო გამონაკლისი. არსებები, რომლებიც წითელი ფერის არიან. ეს იმიტომ ხდება, რომ სიბნელეში წითელი ფერი პირველი ქრება ხილული სპექტრიდან. ანუ ქვემოთ ასეთი არსებები პრაქტიკულად უხილავები არიან. ამის კარგი მაგალითია Big Red Jellyfish, რომელიც დაახლოებით 1500 მეტრის სიღრმეში ცხოვრობს. ეს გუმბათის ფორმის მედუზა შეიძლება გაიზარდოს 1 მეტრის ზომის. მაგრამ მიუხედავად მისი ზომისა, მისი წითელი ფერი მას ამ ბნელ წყლებში მტაცებლებისთვის თითქმის უხილავს ხდის. თუ ჩავეშვებით კიდევ უფრო ქვემოთ, დაახლოებით 1740 მეტრის სიღრმეზე, შევხვდებით Six Gill Sharks. ეს ზვიგენები გამოირჩევიან საკმაოდ მკაცრი რეჟიმით. დღის განმავლობაში ისინი ცხოვრობენ ღრმა ბატიპელაგიურ ზონაში, მაგრამ ღამით ნელ-ნელა ადიან ზედაპირთან ახლოს დაახლოებით 90 მეტრამდე. რათა ინადირონ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთ რამეს ტემპერატურის გამო აკეთებენ. რადგან უფრო გრილ წყლებს ამჯობინებენ. როცა მზე ჩადის, ზედაპირის წყალი ცივდება, ისინი გადიან სანადიროდ, ხოლო როცა მზე ამოდის და ეს წყლები ისევ თბება, უკან ბრუნდებიან სიღრმეში, სადაც მშვიდად ინელებენ საკვებს და ენერგიას ზოგავენ. აშკარად ჩემზე უკეთესი რუტინა აქვთ. ეხა კიდევ გასაოცარი, დაახლოებით 1830 მეტრის სიღრმეში, კაშკაშა ფერების სანახაობა ტივტივებს სიბნელეში. ეს საოცარი არსებაა, ჰალიტრეფეს მაასი, რომელსაც შთამბეჭდავი მისი ბიოლუმინესცენციის გამო ფეიერვერკების მედუზას ეძახიან. რაც ვიცით, ის არასდროს უნახავთ 1200 მეტრის ზემოთ. მიუხედავად ამისა, ეს არსება გვახსენებს, თუ რაც უფრო ღრმად ჩავდივართ, მით უფრო უცხო პლანეტურად გამოიყურება სიცოცხლე. დაახლოებით 2100 მეტრის სიღრმის ქვემოთ ჩვენ ხვდებით პლანეტის ჰიდროთერმული წყლების უმეტესობას. ეს არის წყალქვეშა ბზარები დედამიწის ქერქში, რომლიდანაც ამოდის ბუნებრივი გაზები ათმოს გარემოს, ზოგი ასეთი გარემო აღწევს 370 გრადუსს და ზღვის არსებების უმეტესობისთვის სასიკვდილოა. მაგრამ მაინც არსებობენ ისეთები, რომლებიც მას არ უშინდებიან. მაგალითად, ეს კრაბი, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური არსება, რომელიც ესეთ ექსტრემალურ პირობებში მშვიდად ცხოვრობს. ჰიდროთერმულ წყლებთან ახლოს ყოფნით, ისინი თავიანთ საკვებს მოიპოვებენ. ჭამენ ბაქტერიებს, რომლებიც სითბოში ვითარდებიან და მათ სხეულებს ეძებებიან. დაახლოებით 2600 მეტრის ქვემოთ ცხოვრობს მოჩვენებითი ზვიგენი, იგივე ქიმერა. ეს უცნაური არსება მხოლოდ 2022 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის 360 მილიონზე მეტი ხნის არის. მიუხედავად სახელისა, ის ზვიგენი საერთოდ არ არის. რაც ყველაზე უცნაურია და მას ბასრი კბილებიც კი არ აქვს. დაახლოებით 2740 მეტრის სიღრმეზე ხვდებით ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ არსებად მიჩნეულ ყლაპია გველთევზას, Gulper eel. თავიდან ის პატარა და უწყინარი ჩანს, მაგრამ ის ჩუმად უახლოვდება მსხვერპლს სიბნელეში და შემდეგ უეცრად ხსნის თავის გიგანტურ პირს და მთლიანად ყლაპავს. ყველაზე შემაშფოთებელი რა არის, იცით? მას შეუძლია თავის თავზე დიდი არსების გადაყლაპვა. 3050 მეტრის სიღრმე არის მანძილი, სადაც Sperm Whale ჩადის.
ეს გიგანტური და საოცარი არსებები სუნთქავს 45 წუთის მანძილზე იკავებენ და შეუძლია იმოძრავონ დაახლოებით 45 კმ/სთ სიჩქარით, რაც საცხოვრებელ ზონაში საშუალოდ მოძრავი მანქანის სიჩქარის ტოლია. ისინი იწონიან 80 ტონამდე და ეს სიღრმე, სადაც ისინი არიან, სამჯერ აღემატება Empire State Building-ის სიმაღლეს. მათი სხეულები ბევრად უფრო მოქნილია, ნეკნები დაკავშირებულია რბილი მოქნილი ხტილით, რაც საშუალებას აძლევს ფილტვებს შეიკუმშოს ისეთ წნევაში, რომელიც ადამიანს ძვლებს მარტივად დაუმტვრევდა. ზემოთ გკითხეთ, სად არის ოკეანის საშუალო სიღრმე მეთქი და თუ დაიჯერებთ, საშუალო სიღრმეს მხოლოდ ეხლა მივახციეთ. 3600-3700 მეტრი. აი 12 თბილისის ანძარო ერთმანეთს დაადო დაახლოებით მაგდენი. ბოლო ზონა არის ბატიპელაგიური ზონა და აქ უკვე ჩვენ ხვდებით ტიტანიკის ნანგრევებს. დაახლოებით 3800 მეტრის სიღრმეზე. 100 წელზე მეტია ეს გიგანტური გემი ხელუხლებელი დევს სიღრმეში. და მისი შექმნილი კომპანია White Star Line ამტკიცებდა, რომ ის ჩაძირვადი არ იყო. როგორც ყველამ ვიცით, ეს სამწუხაროდ სიმართლე არ აღმოჩნდა. 1912 წლის 14 აპრილს ტიტანიკი შეეჯახა აისბერგს და ჩაიძირა და ამ ყინულების სიღრმეში დაიშვა 3800 მეტრის მანძილზე. ვინც დაიღუპა, მათი უმრავლესობა ვერ მიაღწევდა გემის საბოლოო მანძილს, სადაც ეხლა არის, რადგან ადამიანის სხეულის ბუნებრივად ამოტვიტვების უნარი უფრო მეტია, ვიდრე 52,000-იანი ტონა ლითონის. და ჩვენ ტიტანიკის ქვემოთაც ვაგრძელებთ ჩასვლას დაახლოებით 4000 მეტრზე, საიდანაც იწყება აბისოპელაგიური ზონა და პირველი სტუმარი, ვინც აქ ხვდება, რეალურად ძალიან საყვარელია. დამბო ოქტოპუსი. ამ არსებებს სახელი დაერქვათ თავზე არსებული ორი ფარფლის გამო, რომლებსაც აფრიალებენ ცურვაში დასახმარებლად. ზუსტად ისე, როგორც დამბო ყურებს აფრიალებს ფრენისას. მათ ეს დამატებითი მოძრაობის უნარი ნამდვილად ჭირდებათ. დამბოს ტიპის რვაფეხებს არ აქვთ მელნის პარკები, რაც სხვა რვაფეხებს გააჩნიათ. მელანს ერთად ოქტოპუსები იყენებენ, რადგან გაქცევისას სტაცებლებს დაემალონ, მაგრამ აბისოპელაგიური ზონა იმდენად ბნელია, მელანი უბრალოდ მათ არ ჭირდებათ. ასევე ამ ზონაში უფრო ღრმადაც არიან სახეობები, როგორებიც არიან კომპჟელი, ქართულად სავარცხლურას ეძახიან. ეს არცევები უფრო უცხოპლანეტურ ხომალდს გვანან, ვიდრე ცოცხალ ცხოველებს. და მიუხედავად სახელისა, ისინი მედუზები სულაც არ არიან. ისინი უნიკალური არსებები არიან, რომლებიც 500 მილიონი წელია უცვლელი დარჩნენ. ალბათ ესეც ხდება, როცა მუდმივ სიბნელეში ცხოვრობ. და დაახლოებით 7600 მეტრის სიღრმეზე პოულობთ მარიანას ღრმულის შესასვლელს. ეს არის ოკეანის ყველაზე ღრმა უფსკრულის საწყისი. სწორედ აქ აღმოჩნდნენ მკვლევარები დონ უოლში და ჯეკის პიკარდი 1960 წლის 23 იანვარს. მათაც ისევე როგორც ჩვენ აინტერესებდათ თუ რა სიღრმეა ოკეანის სიამდვილეში. მათი წყალქვეშა ნავის სიგრძე იყო 15 მეტრი, სიგანე 3.3 მეტრი, თუმცა ჩასვლისას მათ უწევდათ ყოფნა ძალიან პატარა წნევაგამძლე სფეროში. ისინი ნენელად ჩადიოდნენ დაახლოებით 8850 მეტრზე, ისინი უფრო ღრმად იყვნენ, ვიდრე მთა ევერესტის სიმაღლეა. შემდეგ კი 9750 მეტრზე ერთ-ერთი ფანჯარა გაიბზარა და მათ აწვებოდა 969 ატმოსფერული წნევა. უკან დაბრუნება გვიანი იყო და მათ გადაწყვიტეს გაგრძელება. დაახლოებით 5 საათში მიაღწიეს 1900 მეტრს, ხომალდი დაიშვა Challenger Deep-ის ფსკერზე. ისტორიაში მხოლოდ 12 ადამიანი ყოფილა მთვარეზე, მაგრამ დღესაც კი მხოლოდ 3 ადამიანმა მიაღწია ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილს. ამ ვიდეოში ოკეანის სიღრმის გასაგებად ვიყენებდით შენობებს, გზებს, მთებს, მაგრამ 10900 მეტრზე უკვე აღარ არსებობს არაფერი, რასაც შევადარებთ. მაშინ რამდენად ღრმაა ოკეანე? ამაზე ღრმა უბრალოდ არაფერია. რამდენი რამე გითხარით და ჯერ კიდევ ოკეანების 80% გამოუკვლეველი არა, იმიტომ რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ რომ იქ სიბნელეა, წნევა ყველაფერს გაჭყლეთს და ტექნოლოგიაც კი ვერ აღწევს ბოლომდე. რომელი ზღვის არსება მოგეწონათ ყველაზე მეტად დამიწერეთ კომენტარებში. კიდევ რა თქმა უნდა უამრავი არსება არსებობს, რაც იქ ბინადრობს, მაგრამ ამის ვიდეოში მოყვება ხო ფიზიკურად შეუძლებელია. მე უბრალოდ თვალისთვის გავზომე და თქვენამდე მოვიტანე ეს ყველაფერი და თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. მე სულ მალე დაგებრუნდებით უძალიან მაგრესი ვიდეოთი. წავედით.